მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვართ ძალიან კარგ ადგილას, ძალიან მალე, ძალიან ბევრ სანახაობას ნახავთ. აი ამ ტერიტორიაზე, აქ იქნება მანქანების შეჯიბრებები, იქნება ოფროუდებიც, იქნება ცოტა დრიფტი, დრაგი და ასე შემდეგ. თქვენ მალე გაიგებთ თუ რა ადგილას ვიმყოფებით, როდესაც დასრულდება ის სარემონტო სამუშაოები, რაც აქ მიმდინარეობს და ეს იქნება თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ავტომოყვალულთათვის. და ჩვენ ახლა გადავიღებთ Ford Explorer-ს. მოკლედ, Getman Car-ი არ გვეშვება, არ ჩვენ არ ვეშვებით მათ და Getman Car-მა გამოგვატანა დღეს ჩვენ აი ეს მანქანა 2015 წლიანი Ford Explorer-ი. ამ მოდელს ყავს 4 ვერსია. პირველი, ჩვეულებრივი, გამოდის როგორც უკანა წამყვანი, ასევე 4/4-ზე. შემდეგ მოდის XLT, რომელიც არის გაუმჯობესებული ვერსია, არის ლიმიტედი ასევე და ყველაზე მაღალი კომპლექტაცია არის 3 და 5 ბიტურბო სპორტი. კონკრეტულად ზუსტად აი ეს მანქანა. როგორც გითხარით, ეზრავი არის 3 და 5 ბიტურბო ეკობუსტი, რასაც ჩვენ ვეძახით, ცხენი არის მისი 365 პლუსი და თორქი დაახლოებით 500. მოკლედ, ოდნავ ჩარევა ამ მანქანაში და 500 ცხენი არის გარანტირებული, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აჩქარება გქონდეს საკმაოდ კარგი და სწრაფი. სპორტული მანქანები 300 ცხენიანი ნებისმიერი რომ ამ მანქანას მოუყვანოთ, თავის ქარხნული ცხენები რაც აქვს, ყველას უწევს კონკურენციას. საკმაოდ სწრაფი არის. მოკლედ ჯიპისათვის ეს სიჩქარე, ეს აჩქარება არის იმდენად კომფორტი და იმდენად სასიამოვნო ადამიანისათვის, როდესაც ეს მანქანა ყავს, აი მართლა შეგიძლია თქვა, რომ ყვერები გაქვს ძალიან დიდი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მანქანას აქვს ძალიან ბევრი პლუსი, აქვს კომფორტი, აქვს ესე იგი მაღალი გამავლობა, აქვს ასევე სისწრაფე და კარგი აჩქარება, მაინც აქვს თავის მინუსები. მინუსი რაში მდგომარეობს? ამ მანქანის მინუსი არის ის, რომ როგორც ყველა ტურბინიანი მანქანა თავისთავად არის ცოტა რთულად მოსავლელი, ძალიან ყურადღება უნდა ესე იგი მისი ძრავის ზეთის გამოცვლას 7-8000 კილომეტრზე აუცილებლად უნდა გამოცვალოთ, თორემ ტურბინებს შეიძლება შეექმნას პრობლემა. დაახლოებით 200,000 კილომეტრის შემდეგ ამ პრობლემებს ამ მანქანაში შეიძლება წაწყდეთ. ამიტომ, ვისაც ყავთ კონკრეტულად ეგ მანქანა, 3 და 5 ბიტურბოზე მაქვს საუბარი, აუცილებლად მიაქციეთ ძრავის ზეთს ყურადღება. შემდეგ, მეორე მისი მინუსი, რასაც ჩვენ ვეძახით, წყლის ტუმბოს პრინციპში ვეძახით რა, ესეც არის. წყლის ტუმბო აუცილებლად მას სჭირდება ყურადღების მიქცევა. თუ ჩვენ ამ მანქანას მოვლით ისე, რაც არის რეკომენდირებული, ეს მანქანა საკმაოდ დიდხანს გაგვიძლებს და ვისიამოვნებთ როგორც მთაში, ასევე ქალაქში. 7 ადგილიანი არის და ჩვენ შეგვიძლია მოკლედ მთელი ჩვენ სამეგობროსთან ერთად, სადაც გვინდა, წავიდეთ. თუ ყავს 4 შვილიანი, 5 შვილიანი ოჯახი, ხო, პრობლემა არ არის. რამდენიც გვინდა და რასაც გვინდა ჩავეტევით და წავალთ ყველგან. რაც შეეხება ახლა ამ მანქანის ვიზუალს. მოგწონთ? მე მომწონს. ჯიპისათვის არის ძალიან ლამაზი მანქანა, საკმარისად ლამაზი, იმიტომ რომ მომწონს მისი მრგვალი ფორმები, მომწონს მისი ფარები, რა თქმა უნდა, მომწონს მისი უკანა აი ეს ფრთა, ეს არ ვიცი რა არის მეგობრებო, რაღაცა ფუჩუს გავს, მაგრამ დაიკიდეთ. ხედავთ ძალიან მაგარ ეტიკეტს. აწერია MTG Respect-ზე, არ ვიცი რამდენად სწორად ვკითხულობ, Ramble. სწორად ვკითხულობ? წაიკითხე საბა? Respect-ზე, როგორ იკითხება? Ramble. ხო? აბა როგორ? იმე მაგრად იძახა. ესე იგი, Respect-ზე ჯერჯი ზე არ არის, ეგრე D. აჰა. Respect-ზე Ramble. A few moments later. მოკლედ ქართულად ვიტყვი რა. პატივი ეცით ხმაურს. რას ნიშნავს MTG? Mustang Team of Georgia. ანუ მუსტანგების გუნდი საქართველოში.
ჩვენ ვიცით ამ გუნდთან დაკავშირებით გვსმენია ძალიან ბევრი მეც ვარ რა თქმა უნდა ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი ჩვენ გვყავს მუსტანგები არაჩვეულებრივი მანქანები ულამაზესები რომლებიც ალამაზებს ჩვენ ქალაქს და რაღაც ახალი კანონთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ დიდი პრობლემები რის გამოც ჩვენ ამ სილამაზეებს ესე ქალაქში როგორც ფენდით ხოლმე ვეღარ გამოვდივართ ამ ხმაურის გამო და მე ვიმედოვნებ რომ რაზეც არის ახლა საუბარი 80 დეციბალი რომელიც არის ძალიან მცირე ჩვენთვის და ნებისმიერი სხვა სპორტული მანქანებისათვის ერთი არის ჩვენი მეგობარი მადლობა მას რომ ის და კიდე რამოდენიმე იუთუბერებთან ერთად რომ ისინი აკეთებენ მაქსიმალურს იმისათვის რომ ეს დეციბალები გაიზარდოს და რაღაც ამერიკულ სტანდარტებში მაინც ჩავჯდეთ მოკლედ მე იმეც ვიტოვებ რომ ჩვენ შეგვეძლება და მოგვეცემა იმის საშუალება რომ ეს ჩვენი ლამაზი მანქანები არ აქვს მნიშვნელობა ის მუსტანგი იქნება პორშე იქნება მერსედესი იქნება BMW იქნება რომ ყველაფერი გამოფინოთ გარეთ და არ დამაუწდეს იაპონური მანქანები რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება 90+ დეციბალი აუცილებლად და პატივი ეცით ხმაურს აი ჩვენ გვეუბნება MTG პატივი ეცით ხმაურს რა თქმა უნდა გააჩნია ზონებს ну რა თქმა უნდა ეხლა დღეს არავის არ უკრს მეგობრებო ავტომატური გაღება და დაკეტვა საბარგულის თუმცა რა თქმა უნდა ეს არის უკვე ისეთი კომფორტი თუ გვაქვს ნებისმიერ მანქანაზე არის ძალიან კარგი. ასევე ეხლა ჩვენ რა გვაქვს? აქ არის როგორც გითხარით ორი დამატებითი სავარძელი, მაგრამ თუ ის ჩვენ არ გვჭირდება და გვჭირდება უბრალოდ საბარგული, რომ რაღაცეები დავაწყოთ, ჩვენ გვაქვს აქ ღილაკები, სადაც შეგვიძლია მოკლედ ამ ღილაკებს მივაჭიროთ და ეხლა შევხედავთ მოქმედებას თუ ეს სავარძლები რამ მდგომარეობას დაიკავებს. აბა ვნახოთ. შვენიერი ფართი, მოკლედ, რაც გინდათ დაალაგეთ შეყარეთ რა. გაავსეთ და დაურიგეთ ბავშვებს საჩუქრები. ასევე, რა თქმა უნდა, გვაქვს უკვე ავტომატური დაკეტვა. ეხლა გადავიდეთ ინტერიერზე, რომელიც არის ჩემთვის საკმაოდ საინტერესო. გარეთ ისე მაგრად ცივა, აი ხელები მაქვს გაყინული. მოკლედ, ეხლა დავიწყოთ. გვაქვს ჩვენ აქ, რა თქმა უნდა, უკვე 2015 წლიანი არის და არავის არ გაგვიკვირდება სტარტ-სტოპი. ამ მანქანის რაც მომწონს, აუდიო სისტემა აქვს, აი ძალიან კარგი, იდეალური და მაღალი ხარისხის, გინდა ხმები, გინდა მუშაობის პრინციპი, ძალიან კარგი არის. გვაქვს ჩაოლებრივად ღილაკები, გვაქვს ასევე სენსორები, ყავის ხარისხი მინდა გითხრათ რომ არის უმაღლესი ხარისხის სავარძლები, თვითონ სავარძლები არის კომფორტულიც ასევე ერთი რაც არ მომწონს მე და ნუ ფორდს ესეთი კლასის მანქანებში ხა ფორდს ყავს კიდე უფრო მაღალი კლასის მანქანები, მაგრამ აი ესეთი საშუალოზე მაღალი კლასს მივაკუთვნებდი მე პირადად ამ მანქანას, კონკრეტულად ესე იგი ამ მოდელს, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ძალიან ცუდი არის და დიდი მინუსი არის აი ეს პლასმასი, რაც აი ამ მანქანას აქვს, აქ და აი აქ. აი რატო არის ეს პლასმასი ნამდვილად ვერ ხვდები, აი ეს რომ იყოს რაღაცა აი სპეციალური მანქანის რეზინი რო არის რა, თუ ტყავი არ იქნება მაინც და მაინც იქნებოდა მშვენიერი. მაგრამ არა უშავს, თვლიანობაში არის ძალიან კარგი. თავისთავად ესე იგი სავარძლები დამახსოვრებული რო არის მძღოლზე დაქოქვისას ეგ სავარძელი იმ მდგომარეობაში დგება, რა მდგომარეობაც მან დაიმახსოვრა და შეგვიძლია უკვე ეს მანქანა მოვიყვანოთ მდგომარეობაში და წავიდეთ. ბიჭო რა კარგად მოწყდა. ბიჭო რა კარგად დადის. ტორმოზებიც კაი. აი კი, ესე იგი სამუხრუჭე სისტემა მომწონს, ესე იგი ეგრევე ფაქტიურად აქვავებს და ძალიან კარგად მუშაობს. აჩქარებას რაც შეეხება აი ასეთი მძიმე მანქანისათვის საკმაოდ კარგი აჩქარება აქვს, ესე იგი უწერია მას 5.5 წამი 5 და 8 და წარმოიდგინეთ მუსტანგს, რომელსაც აქვს 305, 310 ცხენი, 3 და 7-ზე 6 ცილინდრიანზე მაქვს საუბარი, მას აქვს 5 წამი. და ამ ხელა მანქანა ეხლა ასეთი მძიმე მანქანა 2 ტონა არის, ხო? ზუსტად სხვადასხვის არ მომიძიებია მე ინფორმაცია და აუცილებლად მოკლედ ესე იგი მოვიძიებ მაგ ინფორმაციასაც და ვიტყვი, რომ თითქმის 2 ტონა არის და 5 და 5 ესე იგი 100 კილომეტრზე აჩქარება ამისთვის არის ძალიან კარგი რა. მოკლედ ემოციაც მოაქვს, კომფორტიც არის, სწრაფი არის, შვენიერი მანქანა არის. ეს არის სუფთა მამაკაცური მანქანა. ეს მანქანა ამერიკელებმა შექმნეს მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცებისთვის. წავედით.
მოკლედ მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან სიცივე და ქარი, ჩვენ უამინდობა ხელს არ გვიშლის იმისათვის, რომ გადავიღოთ ვიდეოები და მოგაწოდოთ. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ვიდეოები, მით უმეტეს ეს მშვენიერი ვიდეო, რასაც ახლა კონკრეტულად ჩვენ ვაკეთებთ. მოკლედ შეჯამება მინდა გავაკეთო ამ მანქანასთან დაკავშირებით. ის არის ძალიან კომფორტული, ტრასაზე ვიარეთ კარგად, აჩქარება აქვს ნორმალური, მისი წონა არის 2 ტონა და 200 წარმოიდგინეთ. მიუხედავად ამისა, ის ძალიან კარგად ჩქარდება. გადავედით უგზოობაში, სადაც დავაყენეთ დიაგონალზე და მისმა, ასე ვთქვათ, ამ ბლოკირებამ შვენივრად იმუშავა. საბურავი, რომელიც იყო ჰაერში გაჩერებული, დაბლოკა და ის, რომელიც იყო მოჭიდებაში, ისე კარგად დატრიალდა, რომ შვენივრად გაართვა თავი ამ დაბკოლებას. მოკლედ, დაგემშვიდობებით და არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. რამოდენიმე ვიდეო შემდეგ იქნება BMW ჩვენთან სტუმრად, ტროიკას რო ვეძახით, მესამე სერია და კიდევ ერთ ინფორმაციას მოგასწვით, თქვენზე არის ეს ყველაფერი დამოკიდებული. თუ თქვენ დამეხმარებით იმაში, რომ ჩვენ ავიდეთ 10000 გამომწერზე, 10000 გამომწერის შემდეგ გავათამაშებთ მანქანას და რა მანქანას, მაგას შემდეგ გეტყვით. აბა კარგად.